მერაბ დვალიშვილი ისევ ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ომალი მეორედ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. UFC-ს ქართველ მებრძოლს ზედიზედ 20 გამარჯვება აქვს. დვალიშვილის ბრძოლას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა. America's government! US government! საქართველოს government! Georgia's government! ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს სავარაუდოდ 13 ივნისს ჩანიშნულ სასამართლოს ხდომაზე დააკავებენ. ამავე მიზეზით უკვე დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და ნიკა მელია. უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის გამო დროებით დახურული იყო ვნუკოვო და დომოდედოვის აეროპორტები. შეფერხებით მუშაობდა კალუგის აეროპორტიც. გასულ ღამეს თავდასხმა განხორციელდა რუსეთში, ტულის რეგიონშიც, სადაც უკრაინელებმა აზოტის ქარხანას კამიკაძე დრონებით დაარტყეს. ძლიერი ხანძარია ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში. ქალაქ მელიტოპოლში ჰიდრომაშის ქარხანა იწვის.